როგორ ხედავთ ამ უნგრულ ქართულ პარალელებს? არსებითად გავს ბიზნეს რეჟიმი მის რეჟიმს, მაგრამ ახლა წამების მანქანები არ ყოლია და 18 წლის გოგოებისთვის ორბანის პოლიციას პირში არ უფურთხებია. რაღაც ნაწილში შეიძლება შიდა ელიტურ ცვლილებად უფრო მეტად აღვიქვათ. რეალურად ეს ძალიან წინდევს ყველაფერი ზედაპირზეა რა, ანუ არ უნდა ამას ჩაღრმავება ანალიზი. მის დაჭერა იყო რთული. თორე ორბანი დაიჭერდა. ხელისუფლების შესაძლებლად ნეგატივზე უფრო მეტად ორიენტირებული კამპანია თუ პოზიტივზე? იქ ეძებდნენ გამარჯვების კომბინაციას 16 წლის განმავლობაში. შეცდომა პოლიტიკაში არის დამღუპველი ხოლმე რა. მადიარიზმი მაგასაც მოითხოვს, რომ ოპოზიცია კი არ იყო. რომ ეს ერთხელ უკვე გახდა განხეთქილების ვაშლი ოპოზიციაში. თვითმმართველობის არჩევნებზე რატო ვერ იმადიარა ზოგმა და რატო ვერ დაარწმუნა? შევდივარ, კარგ არჩევნებში კი არ შევდივარ. გაყალბებულ არჩევნებში შევდივარ ეხლავე, მაგრამ ოპოზიციიდან ამ ქვეყანაში საქმის კეთება არის შესაძლებელი. ამ არჩევნებში, რომელიც აი ახლა არსებული კანონმდებლობით ჩატარდება. მიიღებ მონაწილეობას თუ არ მიიღებ? თავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ არჩევნებს რაღაც დოზით მაინც დაუბრუნდეს აზრი. ტრამპს და რუბიოს ნუ შეედრება ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერი აქ. მარტო ქართული ოცნება ვერ გააკეთებდა იმას, რაც გააკეთა ამ პარტიებთან ერთად. ჩემი აზრით ეგ არის ყველაზე დიდი პოლიტიკური შეცდომა, რაც დაუშვეს. იდეალისტურ კონფიგურაციაში როგორ წარმოგიდგენია ქოცების დამარცხება შენი ჩართულობით? შენ ძალას უნდა ასხიობდი და ეგ უნდა გავაკეთოთ ჩვენ და საათ ხარ, აი ალიანსთან ერთადაც წახვიდე ხელის ჩამოსართმევად რეგიონებში. მე მკვეთრად გონია, რომ ძველ ოპოზიციურ კლასს აქ თავისი ჭერი. უნდა ამხილო მუდმივად ქართული ოცნება ფსევდო ქრისტიანობაში, ეს არის აფერისტების საზოგადოება. აი ასე დაждდომა და თუნდაც ასე ჯანსაღი კამათი შეიძლება გაუჭირდა და თქვენ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ძალიან კარგი, ეს მინდა რომ შეინარჩუნო. და თქვენთან თხოვნა.